გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. თბილისის მერობის ლელოელი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ევროპის დედაქალაქ ბრიუსელის მერს ფილიპ კლოზს შეხვდა. ბრიუსელის მერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ირაკლი კუპრაძეს და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა? იმიტომ რომ თურმე მათ კლოზსა და კუპრაძეს აკავშირებთ საერთო ევროპული ღირებულებანი, რაც კლოზისთვის, როგორც ევროპის დედაქალაქის მერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ეს ამბავი სოციალურ ქსელში აღმოაჩინე ამ ბედოვლად კუპრაძეს ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ კედელზე ედო. ასევე იქ იდო ფოტო, რომელზეც კუპრაძე კლოზის გვერდით დგას და ბრიუსელის მერს სიყვარულით შესქერის. საინტერესოა, როგორ მოხდა კუპრაძე კლოზთან? არ მგონია კლოზ კუპრაძის არსებობის შესახებ ადრე რამე სმენოდა. კლოზ კი არა, კუპრაძის შესახებ ჩვენ გუშინ თუ არა გუშინ წინ გავიგებდა ყველაფერი, მაგრამ კუპრაძეში ევროპული ღირებულებების ნიშნები დღემდე არ დაგვინახავს. მაგრამ ალბათ ამაშია განსხვავება ჩვენს უბრალო მომაკვდავ და დიდ პოლიტიკოსებს შორის. დიდი პოლიტიკოსი ერთი დანახვით ხვდება თუ ვინ დგას მის წინაშე, ევროპელი ღირებულებების მატარებელი თუ კაზაკთა ატამანი ერმაკ წიმაფეიჩი. ექსპერიმენტი რომ ჩამეტარებინა და მე რომ მივეყვანე კლოზთან, საინტერესოა რა სიტყოდა. თუმცა გასაგებია რასაც იტყოდა. ერთ შემხედავდა და გამოაცხადებდა, მოაშორეთ ბრიუსელს ეს პუტინის მონა, ეს რეჟიმის გამправებელი, ეს აზიელი ხარფთვალებიანი სქვიტი. ახლა ვლიცინებ რასაკვირველია, მაგრამ მგონი ხვდები თუ რაც მოხდა სინამდვილეში. ალბათ ხაზარაძე ჯაფარეძის კამერული დუეტის გამოისობით ფილიპ კლოზთან რომელიმე დაახლოებული პირი იქნა მოძებნილი, დაპურებული, მოფერებული და ის მერე მივიდა ბრიუსელის მერთან და უთხრა, აი, არის ერთი ტიპი, მას სიტყვა უნდა მივაშველოთ, რათა შორეულ კავკასიის ქვეყნის რომელიღაც ქალაქის მერად დაინიშნოსო. ფილიპ კლოზი, როგორც ვიცი, ფრთხილი კაცია და აუცილებლად შეეკითხებოდა ხაზარაძე ჯაფარეძისგან მოგზავნილ შიკრიკს. კი, მივეშველები, ოღონდ მე არაფერი მამივა და შიკრიკი გადაიხევდა ტანზე პერანგს, დააგდებდა ქუდს მიწაზე და დაიფიცებდა, რომ კავკასიელი ყმაწვილი არის სრულიად ჩვენიანი, სწამს ურსულასი, გმობს ჩრდილოეთს და სადაც კი ოლიგარქიას ნახავს, მას აუცილებლად ცეცხლს წაუკიდებსო. შეიძლება დეტალებში ვცდებოდე, მაგრამ საერთო სურათი ასე მესახება. ხო და კლოზმაც დაუძახა მორიდებით დგარ კუპრაძეს, გადაიღო მასთან ფოტო და თქვა ის, რაც თქვა. მერე ალბათ მიტრიალდა და უმალ დაავიწყდა კუპრაძის არსებობა. მაგრამ საცალია ამხელა ევროპის დედაქალაქის მერს, რომ რომელიღაც გადამთიელი ქვეყნის მერობის კანდიდატი დაიმახსოვროს, როდესაც თვითონ თავზე ენგრევა ევროპა. მაგრამ ეს ფაქტიც საკმარისი აღმოჩნდა, რათა შორეულ საქართველოში პარტია ლელოს სიხარულის ჟივილხივილი რომ აეტეხა. ისე კი რა პატარა რამ ყოფნის ლელოს სიხარულისთვის, არა? ოღონდ ვინმე უცხოელმა შენიშნოს, ლოყაზე ხელი მოუთათნოს და თუ დაელაპარაკა კიდეც, ეს ხომ საერთოდ. სხვადასხვა ლელო ამ მიმართულებით არაფრით ჩაუმარდება თავის უფროს მეგობარ ნაცებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნაცები უფრო შორს ვაშინგტონში დარბიან, ანუ მარათონლები არიან. ლელო კი სპრინტერია, სულთქას უფრთხილდება და მოკლე დისტანციაზე ევროპაში დარბის. ლელოელები ალბათ დარწმუნებულნი არიან, რომ გამარჯობა ჯიბეში უდევთ, რომ ქალაქი ფაქტობრივად უკვე დაბრუნებულია. მაგრამ ბრიუსელის მერმა თქვა, რომ ის და კუპრაძე საერთო ევროპული ღირებულებებით არიან დაკავშირებული და გზა დაულოცა კიდეც. და განა საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არ უნდა იყოს მითითება თუ ვის უნდა მისცენ ხმა 4 ოქტომბერს, სანამ ნაცები მშვიდობიანად არ გაანადგურებენ არსებულ ხელისუფლებას. მე კი მე რამდენად ვკითხულობ, ვისთვის ირჯებიან ასე, ჩემთვის, თქვენთვის თუ ჩვენთვის. ნუ თუ მათ მართლა შეერათ, რომ აი ეს უგემოვნო პერფორმანსი ჩვენს გადაწყვეტილებაზე რამე გავლენას იქონიებს? განა არიციან კუპრაძე 1000 ჯერ რომ იყრიდეს კენჭს, ჩვენ მას 1000 ჯერვე რომ არავირჩევთ.
და მე კვლავ მახსენდება რომ ეს ყველაფერი ხდება თავისიანებისთვის. დიახ, ერთმანეთს აგულიანებენ, ერთმანეთს ახალისებენ, ერთმანეთს ეუბნებიან რომ ადრეა ჯერ გაქრობა, აგერ ხომ ხედავ რომ რა ძალა გვაქვს. ევროპა მხარს გვიჭერს, ბრიუსელმა გვაღიარა. მოკლედ რა, ერთობიან ტიპები. მე კი სერიოზული კითხვა მაქვს პატივცემულ საზოგადოებასთან. რატომ უნდა ეძებდეს თბილისის მერის კანდიდატი მხარდაჭერას საზღვარგარეთ? განა ეს ნორმალურია? разве это нормально? ნორმალური კი არა, საცოდაობა. დადიან 900 იქით, რათა ილუზორული მხარდაჭერა მოიპოვონ და 900 იქით, იმიტომ დადიან რომ 900 აქეთ მათ არავითარი შანსი არ აქვთ. და ბოლოს ეს ირაკლი კუპრაძე 1 საათიან ხალიფას მაგონებს, რომელიც თავისი ხალიფობის იმ 1 საათში ცდილობს ყველაფერი მოასწროს, რათა მერე ცხოვრების ბოლომდე ეზოში დომინოს თამაშისას სალაპარაკო და სატრაბახო მასალა ჰქონდეს. რატომაც გონია რომ ამ ადგილობრივი არჩევნების მეორე დღესვე კუპრაძის ვარსკვლავი ჩაქრება და ჩვენ მის შესახებ იშვიათად თუ გავიგონებთ რამეს. ხო და სანამ დროა და სანამ გული გულობს, იგულავოს ბიჭმა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.